მოგესალმებით, ეს არის საკაიფო პოდკასტის პირველი ეპიზოდი. მე ნიკოლოზ სოფურაშვილი ვარ, ჩემთან ერთად კი არიან ლუკა თუსკირიძე და საბა ჭიძიშვილი. სალამ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ბიჭები, თქვენთვის რომელი ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატი? ჩემთვის იყო 2014-ის მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემთვის ხოლმე ჩვენი თავის საერთო ის არის, მაგას აქში 23-იანი ხალხი ვართ ახლა ჩვენ 14 და 11 წლის ედები გავიქ და გააზრებება პირველად ეგეთო. მე არტის ხოლმე მაშინია და აი ახალი დასაწყისი ქნა კაფეების წყულება და აი 14-ის მსოფლიო იყო აი მართლა ჩალენჯი და ბრაზილიას უგულ შემატკივრობდი და მე მთელი ემოციები გერმანიასთან განაწილებული და კი ბატონო, შემახსოვრდა რა. რაგოში ხელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის 2014 წელი იყო, მაშინ დავიწყე ეს წყულება და აქედან გამომდინარე შეგვიძლია რომ აქედან დავიწყოთ 2014, 18 და 22. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თუ ვიწყებთ საუბარს, მაშინ უნდა ვახსენოთ პირველი გოლი რომელიც ამ ჩემპიონატში გამოდა, ეს იყო ბრაზილია, ხორვატია, მარსელის ავტომობილი. სულიერად მარსელის ავტომობილი. მე ახალწოდე გოლი მოგხდა. მარსელის ავტომობილი მარსელს და მე ის შემდეგ ბრაზილიამ 3 გოლი გაიტანა, უპასუხო გოლი გაუტანა ხორვატიას, ნეიმარმა გაიტანა თუ. ეს პირველი მატჩი იყო? კი, ეს პირველი მატჩი იყო და ამის მერე უკვე ბრაზილია მეცემმა. მიუხედავად იმისა, რომ ხაი კვარცხლოვანი ნაკრები ხალხი ყოფილან თუ ხალხი ოსკარი ხაი ესეთი ახალგაზრდები მაგრამ არ არის. მაგრამ ნეიმარის პრაიმე მართლა 2014 წელი იყო და რომ არა ის რამა მიეცის ზუსტად. აი მაგამეს ვინმე რომ აი ნეიმარის ბრაზილია და ნეიმარის გარეშე ბრაზილია ორი განსხვავებული ნაკრები იყო იმ დროს. და საერთოდ ეს ერთ-ერთი ფენომენი იყო, რომ ნეიმარი უსა დაინტერა უკვე აშკარა იყო, რომ გერმანია ძალიან მაგარია გქონდათ რა. გერმანია იყო ალბათ ამ ტურნირის ფავორიტი. იქინა გამომდინარე, რომ არ ყავდა ინდივიდუალისტები, ყველა მაგარი იყო. მიულერი, კლოზე, გრიპამი იყო თამაშობდა და იქნა ნოიერი იყო და ნოიერი შემოყვარდა მაგალითად ხოლმე ძალიან იმიტომ რომ გამოსვლებზე რო თამაშობდა, აი ეს გამოსვლები ხონდა ძალიან მაგარი და მეკარისგან პირველი იყო რომ ეს გამოდის შორს ცენტრამდე ამედის, იქ ანაცილებს პასებს ერთ-ერთი არ გაყავს და ანუ ძალიან მაგარი მეკარი იყო მაგდროს და მაგალითად სოფლიო ჩემპიონატი ქონდა ნოიერსაც რა. სენსაცია ამ სოფლიო ჩემპიონატზე ის იყო რომ ყავს დაახლოებით 4 ნაკრები, რომელიც შეიძლება ფავორიტად დაგვესახელებინა ტურნირის წინ, მაგრამ ჩარჩა ჯგუფში. ესენი არიან პორტუგალია, არის ინგლისი, კაი, პორტუგალია არა, პორტუგალია. მაშინ რონალდო, ხო. აი რონალდო მაგისია მარტო რა თქმა უნდა, როგორც გუნდი პორტუგალია ფავორიტად არის. ხო, აი როგორც გუნდი შეიძლება პორტუგალია მართლა არ დაიწყოს, მაგრამ აი იყო ინგლისი, მაშინ ინგლისი ფავორიტი ხო. ინგლისი, იტალია იყო და ესპანეთი, ესპანეთის შურში ჩარჩენა ეგეც განსხვავებული ის იყო რა ცოტა და აი ჩემი ფავორიტი ნაკრები რომ ანდერდოგი რომელიც იყო და შემდეგ უკვე დაიწყინა და იქ კოსტა-რიკა. კოსტა-რიკის ნაკრები. კი, არ ფავორიტი რა ხარ? რო არავინ არ მოელის კოსტა-რიკასგან რა. ხო, გამორჩეული ანდერდოგი მაგას ვუწევთ რა. და გამოდის კოსტა-რიკა, ტოვებს ჯგუფში იტალიას, ტოვებს აი მაგის რა. და ტოვებს იტალიას, ტოვებს ინგლისს და გაკავს გუნდი ჯგუფიდან. და მე პირველ ფინალში საბერძნეთს მოვესწრე და მეოთხე ფინალში გავარდნენ გოლი, მეოთხე ფინალში კოსტა-რიკა გავარდა ნიდერლანდებთან თორსზე. და საბჭოს აი გუნდიდან გადიოდა კოსტა-რიკა. ძალიან კარგად მახსოვს ის თუ გახსოვს ჩიტექს კრული რო შემოდის ხმლებაზე პენალტების სერიაში. იყო ნიდერლანდებთან საკულტო მომენტი. კი. რომ სელესელი გახავს 2014 წელს მეოთხე ფინალია თორსზე შეიძლება ეს. და გადის ტიმ კრული შემოდის სილესელის ფაგერად ორფინალში გერიებს და ნიდერლანდები გადის შემდეგ არგენტინასთან ციგრიეთ. ტიმ კრული შეცვალა შეიძლება აღარ მოხდა. ეგ მაგის ტრადიცია იყო მაშინ ბები ვანგალის რომ ემატების უცალკე გადა. ცალკე ნავადიშებდა. არგენტინასთან მე აღარ გამოვთქვა. კი, არგენტინასთან ხო ეს დრამატული მატჩი იყო. აი ეგეთი ნაკრები რომელიც იტალიის ჯგუფში ჩარჩენა იყო სენსაცია და კიდევ ერთი ნაკრები ყავს ეგეთი რა. აი კოსტა-რიკის გუნდში. ურუგვაი 14-ში. კი, კავანი, სუარესი, ფორვაინც იყო მაგდროს, მაგრამ ძირითადად კავანი სუარესი იდგნენ ხოლმე და ეგ ორი როიდაც ორი ესეთი მძიმე ფორვაინი, ორი გამტანი ფორვაინი თითქო ბურჩული უნდა გაიხოთ, მაგრამ წავიდნენ ძმაო, დადეს შედეგი, გავიდნენ. ანდერდოგი არის, ურუგვაი, მაგრამ ჩემი როდი სიმპათიურობა ნაკრები 2000-ში გასაგები იყვნენ და ნახევარფინალში, წინა მსოფლიოს ნახევარფინალისტები იყვნენ და ესე თუ ისე ანუ არ ფავორიტი იყო, მაგრამ არც ანდერდოგი შუაზე არ გიხარდეს ეს გუნდი იყო, რომ ელოდებოდა ისგან რომ ჯგუფიდან მაინც გავიდოდა და მეოთხეში. მე კოლუმბია მესიპატურებოდა ძალიან და ხამეს როდრიგესი რომელმაც ისეთი გოლი გაუტანა, მე შევდები გოლი ანახოს, გაიტანა. ურუგვაის გაუტარა? დებიზოში. ურუგვაისი. საერთოდ ამაფენა. აი მაგ გავაკეთე. ეგეთი ვარიანტი და როდრიგესის პასპანობა იმათა ეგრევე.
და რეალურად აი სოფლიო ეკონომიკა სოფლიოს გამოიყენა. რეალურად მაგზარია. და სხვადასხვა მაგდროის ბომბარდირის ეგაკი. საუკეთესო ტიპის კი. და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახო საფრანგეთის პოდკასტს გასდა პოგბა. ეგ აღმახსოვს არის ნიუსლა. ხო. პოგბა ახალგაზრდა პოგბა 2014-ში ამბობს იუვენტუსში გავიდა. 14-ში ხო მაშინ პოგბას ვარ მაგრამ იგი ყოლბა ჩემპიონატის პრაიმი სამწუხარო. აგასაკში იმიტომ რომ იუვენტუსში რო იყო ფილმაში და ჩემპიონთა ლიგის ფილმაში რო გაიყვანა იუვენტუსი ბარსასთან აი სანამ მანჩესტერში გადავიდა მანამდე იყო პრაიმი. რიგ და იქ 2018-ის სოფლიო ალბათ მაგრამ მაგაზე მე ვილაპარაკე 2018-ში საუბრობ 2018-ის საფრანგეთისგან გაიცა პოგბა იყო საკონზო ახალგაზრდა მაშინ პოგბა და გამოიშია პირველად მაშინ იქა უითა მაშინ ახლა ვახსენოთ თემას იგადავხოთ ხო მაგრამ გუშინ დაიწყო ინფორმაცია რომ პოგბა დაიბადა მონაკომ და ფრონტეგეც საინტერესოა თითქოს ერთიანი პაუზით თუ მე როგორ დაბრუნდება თან მონაკოს გონი მოუხდება რა კი ასე ნაკოტი ახალგაზრდა კიდე მან სოფლიო ჩემპიონატზე რას მოხდა ბრაზილიაში ჩატარდა ულამაზესი სოფლიო ჩემპიონატი თავისი მუსიკით თავისი გაფორმებით თავისი სტადიონებით თავისი ატმოსფერით ყველაფრით მაგრამ მე გამოსდა გერმანია ზოგადად თუ ლაპარაკობთ რიჯან მასპინძელ ქვეყნებზე აი ჩანს სოფლიო ჩემპიონატზე თქო რომელია საფეხბურთო ქვეყანა აი მაგას დასამახსოვრებლად რომ ჩვენ ხომ გამიხილოთ 18-ის და 22-ის სოფლიოები და შედარებაც არის 14-თან. იმიტომ რომ 14 ბრაზილია არის მეკა საფეხბურთო და სულ დასამახსოვრებელი სიმღერები ატმოსფერო სპანელი იყო და იქ ბრაზილიის ნაკრები სხვა განწყობილ თამაშობდა. აი გოლებზე ვიხოთ რა, აი ხამს როდრიგესის გოლი დასახელდა, ხამს როდრიგესის ახალმოყარა საუკეთესო და სხვა რომელი და მაგის გარდა რა, რომელი და მე მაგალითად დავამახსოვრე დავით ლუისის არის მან შოულდერ ვაიტთან და ხო დავით ლუისი და ჯაკას გოლი იყო კიდე ერთი და ვამპერსის თავი ოი ვამპერსი და ყველა დროის საკულტო გოლი საერთოდ დავით ლუისი მაგაზე ველაპარაკებოდი რომ ვამპერსი გაფრინდა უცნაური თავი და დავით ლუისი ჯაიმა ვარ ჩემთვის საუბრისო კი შედეგ შეასით დავით ლუისი ნუ ჩემთვის საუბრობ მაგრამ ვამპერსი მაინც მირჩევნია რაღაც პუნქტში ჩემთვის ალბათ აი რო გავიხსენე დასამახსოვრებელი ფინალის გოლი იყო მაგრამ ფინალი ყველას აქვს მაგრამ ფინალის გოლი მაინც თან ლამაზიც იყო და მის მიუხედავად იმისა არ იყო ლამაზი ფინალი აი ეს გიოცის გოლი თავისთავად მოდიხება დრამატულ ყველა მიღება კერძე მიღება და გატანა იქ თუ მართლა საკაკრას გასული ზუსტად 2014-ზე არა 14 არა 14 არის 14 არა 18 არა ეგ იყო ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი ჩემთვის ფინალში დრამატულ პროცესში და მაგ გოლით გიოცე იცა მთელი გერმანიის გონი რა 3 წელი და შეამა 3 წელი განმავლობაში მაგედან ითვლებოდა რომ გიოცე არის მომავალი გერმანული ფეხბურთი სამწუხაროდ არა ტრანსფერი და იუსლობეში ისეთი ხალხით ჰაიპი ქონდა მაგას რომ ეგ არის ოქროს ბურთს მოიგებს ეს იქნება ჩვენი მომავალი რომ წაგვიყვანს შევერ გავარცხო შევერ ხდება ეგ არა იმ მომენტში მაგარი ხო აი ფინალის მაგ სოფლიო ჩემპიონატს აი დრამატურგიით აი რო ავიღოთ ეს სამ სოფლიო ჩემპიონატი ახლა სამ სოფლიოზე გვქნა 2020 წელს ეს იყო იმ დრამატურგიის თითქოს დასაწყისი რომ ისი ფინალში წააგო და მერე უკვე ამას გაიგზავნა მოყო კი და 2022-მდე მერე მივიდით რა მაგამდე რა თქმა უნდა სხვა ისეთი მაგ სოფლიო ჩემპიონატზე ჯაკას გოლი მახსოვს შორიდან ეგეც ამაზე გოლი იყო ურუგვაის ნაკრები ხო როგორც გითხარი ფავორიტი კავანი ფორლანი საუკეთესო ფორლანი კავანი სუარეს ეგორი დუეტი ჩემ ფავორიტია რა მომხდა აი როგორი ფორვარდი ძალიან სიმპათიური და ეგ სოფლიო იყო როუმინა სუარეს ხო ეგ უკვე გოდის უკიდე ფორს აკი ეგაც ზამბეური საკულტო მომენტი მომდა მაქსოფოს კარგის და ცულის კიელინის ზეგბენა ვამპერსის თავი ეგ ვაფშე ძალიან ვამპერსის თავი მერსაკეთებია ძალიან მაგიტო იყო ეს თან კარგია პირველ სოფლიო ჩვენ ყველას ჩვენ სამივეს რომ ამდენი თან დასამახსოვრებელი მომენტი იყო რომ შეგაყვარება ფეხბურთი ისეთი სოფლიო ჩემპიონატი იყო რა აი ხო და მაკედან რო იწყებს თან ფეხბურთს თან ბრაზილიაში დარბება ის ლამაზი გაფორმებებია ფეხბურთელების ლამაზი მუსიკა ხო მუსიკა უფრო პატრიოტული მაგრამ რა მასელა მუსიკა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლიო ჩემპიონატი თელი კულტურა პოპ კულტურაში ჩარჩაები სოფლიო ჩემპიონატი როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზოგადად ყველა სოფლიოებზე სპანი რაღაც და რეკლამების გამოდიო ანუ ჩემთვის ხემდე სოფლიო არის ყველაზე საუკეთესო კი საფარი ჩემთვის ხაპირებად კი ჩემთვის აბსოლუტურად მაგითო მიუხედავად ისო პირველი იყო რა თან პირველი არის სხვა ემოციები აქვს ყველაფერი მაგრამ თან ძალიან კარგად დაინახო ყველაფერი რა სოფლიო ბრაზილიაში მთელი ქვეყანა გაგიჟებულია არგენტინა ფინალში გადის ერთმანეთის გადამტარებული ქვეყნები და აი პროსტო ერთი რაც არ მომეწონა მაგ სოფლიო ჩემპიონატზე მოგებული
არგენტინას მოიგოჭარდა. ბრაზილიას მოიგო. გერმანია აი მონსტრი უნდა ყველა რაღაც დაგეშილი ბურთზე, იქ მიულერია, მონსტრი ნაკრები და ბრაზილია ჩატარდება სადაც ზეიბია რაღაცა უყვართ მეუღლე ჟინდა და გერმანია კაბი მაგის გამო ბაგეტო გერმანია რეალურად მაგ შეჯამი მიდიოდა ბოლო წინა 3 სოფლიოს გადახედა 2 6 და 10 სულ სტაბილურად გამოდიოდა აი აწყობდა გუნდს მეუნელა და აი ეს იყო პიკი გერმანიის ნაკრების რო აი ყველა კლოზ იდეალურ ფორმაში მიულერი ნოიერი ახალგაზრდა ჟულე დაცო შენ იდეალური კროსი სამაგარი ახალგაზრდა იოზილის პიკიც ისე დაანჩვალა ყველა მაგ ორსალის პიკი იყო რეალურად ექცელი იმიტომ რომ იოზილი მაგიშანაკა არაფერი მაგიშანი დაგმასულა ქონდა კლოზის სახით აღმასულა ასაკის გა და ზოგადად გერმანიის აგრეს მაგფინალისტები ცოტა რეგრესია რა სამეთის ტოპ-3-ზე მაგასაც კი ვიტყვით მე მაგრამ ძალიან გაუჩნდა და მე როგორც გამოვარდა კი გვაქვს მაგის მერე ეგ იყო კა სულ იყო ბოიჭეს ის ბაბაზე სოფლიო აი მე ამერო მიხარ ამ თქვენი არჩევით ხარა მაგ შედეგზე შრიტელზე რამდენად მიმოყვე და ნეიმარის თამამა და ნეიმარის არ ყოფნა ზოგადად აი კაი საერთოდ რა იმიტომ რომ ახსენე რომ აი ნეიმარით ბრაზილიის მარგოც იყო ნეიმარი რამე შესვენა თუ რა არ ვიცი შეიძლება უფრო შემტევით ხასში უფრო კაცი უბრალოდ მაინც ფავორიტი ალბათ გერმანია იქნებოდა, მაგრამ ესე დემორალიზებული არ იქნებოდა, იმიტომ რომ აი როცა შედის ალბათ ფეხბურთელი, ტრავმასი და ყველა თელი იმედი ფაქტობრივად მაგაზე რო გაქვს, ანუ მე იმედი გეწურება, ძალიან და შეიძლება ხელჩაქმნეულ, ახლა ვერ ჩახვალ, სოფლის ნახევარფინალია, თუ ნახევარფინალია. ნახევარფინალი. ანუ შენ ქვეყანაშია, ხა მაინც ახლა ვერ იქნები ეგრე იმედი არ აწურულნი და მაინც გადიხარ мотивაციით, მაგრამ აი მოქმედებს რომ შენის ალბათ ფეხბურთელი, რომელიც არ არის და მაგარი მოხდა, მაგრამ მაინც მე მგონი გერმანია და ნეიმარის გარდაჭერა გადავამოწმე რა, ბრაზილიას კიდე ხონდა ძალიან დიდი დანაკლისი, რა თუნდაც აი თიაგო სილვა არის, რომელიც ძალიან დიდი დანაკლისი შედეგზეც იმოქმედა ეხლა რა. და ნეიმარის თუ ნეიმარი ძალიან დიდ როლს თამაშობდა ბრაზილიის გოლებში რა. ძალიან ბევრი გოლი გაქონდა. ის სხვანაირი ნაკრები იყო მართლა. ის სხვა ხალისით თამაშობდა ბრაზილია. იქ ნეიმარი დაიმტო, მე თიაგო სილვა დაიმტო და მივიღეთ დემორალიზებული მთლიანად და დაიჯერა. მე მესამე ნიდერლანდების ნაკრებს არ ფერია თუმცა ძალიან სიმპათიური ნაკრები იყო ეს ვამპერში და გამახსენეთ. რობეინი ვამპერში ნუ ეგეც კაი ნაკრები იყო მთლიანად და მესამე ადგილი დაიკავეს მაგსოფლიო ჩემპიონატზე და მანდაც წავიდა ბრაზილია. მესამე ადგილი ბრაზილიის შეხვდნენ რა. ნიდერლანდებსაც არის ხო მესამე ადგილი. და მესამე ადგილს ვეღარ გავიდნენ, იმერად გადახა წაგებამ და ნეიმარის დრამა გუნდი რომ მესამეზე ვეღარ გავიდნენ რა და იმიტომ დაგომახსოვდა ეს ბრაზილიის ნაკრები რომ ლამაზად თამაშობდა და მაგრამ სიმაღლე გითხრა ეს შენის მაინც არის ალბათ ბრაზილიის ნაკრები და უკვე შევა ხომ ვინახ შემდეგებსაც და წინადაც ვინახავს უპრეცესიები რაღაც მე მგონი ნახავთ იმაშიც რომ გავიდნენ იმიტომ მაგი ეგეც მაქსიმუმი იყო რა. ის ფაქტორი იყო რომ შობლი ქვეყანაში ტარდება და მაგარი მოქმედება ძალიან მაგრა თორე გარდამავალი ნაკრები იყო ჩემი აზრით. ხა ოსკარი ძალიან ნოჩიერი ვარ ახლა ის ფონდოიც შემოხედა რომ ბრაზილიას მოურიებია. კი და ოსკარი ხალხის იყო ხო ახლა დანიელ ალვესოვიჩ მარსელოზე და დავიჯერა. აი მაგფრი 2013 ბრაზილია ბევრი აჩობა ამაში. 2013 უბრალოდ ხოლმე ეს ანუ თუ არა ხოლმე ეს ანუ ბიოგრაფია ძალიან მაგარი კოუტინგ მაგარ ფორმაში კულტურას არარეალური სეირები. და ხო აი ერთადერთი ეს მესამე ადგილზე გავდივართ ნიდერლანდები და ნიდერლანდები ძალიან მაგარი ნაკრები იყო. ეგეც შეიძლება იყოს უქროს დაობა და ბელგიის ნაკრები იყო. კი ბელგიის უკვე 18 იყო, მაგრამ მაქედონი ზედაცები გამოჩენილი. კი, მან გაზოში ნედენ აზარი იყო, კიდე იყო ვიღაცები იყო დებოინი იყო და მაქედონი წავიდა საუბარი იმაზე რომ მოდიო ეს ხო და სხვა შეიძლება 18 წლის სოფლიო ლიგა გურთით ძალაოზე გულება ის რა და ნუ ხო აი ამ სამი სოფლიო ჩემპიონატიდან თუ ვიღებთ ჩემთვის პირადად ჩემთვის 2022 მოგასაგებია ყველაზე კარგად აქვს 2022 მახსოვს მაგრამ 2014 ჩემპიონატი თავისი ჰოსტიც და ყველა ეს მაი იმედგაცრუებებზე რომ ცოტა გავამახვილეთ ყურადღება ხოჩარჩა იტალია ინგლისი და ესპანეთი ამ საინტერესო ის არის რომ აი მაგ ქვეყნებიდან იტალია არის ისეთი ქვეყანა სახელის მიუხედავად მაინც ახლა რო უყურებ ისტორიას არ გიგოს რომ ჩარჩენდორ სულ არასტაბილურია ერთ ტურნირზე იგებს 6-ში მოიგეს მე რო გამატოვებენ სოფლიოს
მერე ჩარჩებიან ინგლისიც არ გიგვირს ეგეთი გუნდია ზოგადად სახასიათებს. სახელები ყოველთვის ინგლისი არ ზოგადად აი ევროზე მე საერთოდ ისლანდიასთან ანუ ეგეთი პარადოქსული გუნდია ყოველთვის და გადაობა არის სულ ინგლისიდან რო 66 წლის მერე არ მოუგებს სოფლიო თავით ფეხბურთი გამოიგონეს მაგრამ 50 წელს მეტი არ მოუგიეს არა ყოველ სოფლიოს ჩახები ფავორიტები სულ ერთ-ერთი 7 ფეხბურთელი სოფლიო დონის ფეხბურთელები მაგრამ ხან წვნელია დეცუდი ხან არ უმართლებ ხან რაღაცა ხდება უცნაური რაღაც ნუ ვერაზროს ხელს ავიდა და დღემდე გრძელდება მიუხედავად იმისა რომ ამოქაჩეს ბოლო რამდენიმე ტურნირზე სულ ფინალებში გადიან მაგრამ მაინც რაღაც აკეთებს მოიგები მაინც და სახში დავუბრუნოთ სახში ვერ დავუბრუნოთ შანსი ჯერარდიც იყო ლემბარდიც იყო ანუ კი ცოტა არის დაახალგაზრდა მაინც მაგრები იყო მაგ სეზონებში დააკანა პორტუგალია ესეთი ვარიანტია რომ ეგ ის არ არის ებემრო წითელი ბარათი გერმანიასთან მიიღო წითელი ბარათი და მარტო ეგეც რაღაცნაირი პორტუგალიის გუნდი იყო რომ რონალდოს დამოკიდებული იყო და გუნდური იმით მე არ მახავს კარგად აი მას განსაკუთრებით აი ერთკაციანი გუნდი იყო აი ემალ გამოგვექილი და დაარჩენ გუნდი აი ფეხი იყო კი და one man army ნაკრებები რო ვთქვა რა აი თუ მოივა მაგრამ არგენტინას ყავდა ეგეთი მისი არგენტინა არ იყო ეგეთი არგენტინა ეგეთი არ იყო მაგრამ აი გერმანიაში რო დავუბრუნდა one man army ნაკრები არა ნუ ყველა წარმაგარი აი ბრაზილიაში ეგეთი იყო მაგრამ ნეიმარი და ხოლმე ხო დიდომანდებში რობენს ვერ ვიტყვით ომერსის ხო ოპეონი მისეთ სოფიო გამოჩებული ხო მეკარეებსაც რა ინდრო ნოიერის სასაულები ჯულიუს სეზარი არ დავაუწყოთ ჯულიუს სეზარის მაგარი იყო ოჩოა ნავასეთი ხوار კი ჰოვარდი პროგრამერი გერმანია ამერიკა მაგრამ კი ჰოვარდი მოსწავლე და ოჩოა იყო კიდე ისეთი აი ოჩოა ეგეთი მეკარია რომ მარტო სოფიო დოჩი ხო გავაშტე სოფიო თვითონ ლაკაბი არ თავში მარტო სოფიო ჩემპიონატს გამოდის მექსიკაში სასწავლებს აკეთებს ყვაბახურებს თავს მე მიდის აი გარი ოჩოა ნუ მიდის სამი აბარჩას ძალიან ისეთი ჩემთვის გემდე გავიგე ჩემთვის გემდე პაულია და ხო ნუ ეს საფრანგეთის ნაკრები შეგვიძლია გერმანია გამოვიდა საფრანგეთის ჩემს საფრანგეთის ნაკრები გერმანიის საფრანგეთის მაგით არ მახსის ეთქვა გასაბახსარებელიც არ იყო ეთქვა იმიტომ რომ რო არ მიან მე შემდგომობის მაგათი დრო და მაგ დროს არ იყო ჯერ კიდევ მატუიდი ყავდა პრინცემა ყავდა გრიზმანი ყავდა კი პოგბა რიბერის ოჯვრე მოეყოდა 2014-ში და გერმანიის ჯერა ისე მაგათი მაქსიმუმ რა იყო 14-ში მგონი გერმანია გააკეთო მე როეთ ფინალში უგოლი თუ მე ხო აი მაგათ პიკი მაგათი დრო არ იყო ჯერ ადრე მე მოი გალავიადა პრობლემს დავიდა წელი კი და თანო კომპიუტერზე 16-ში გამო ევროზე გამო მაგრამ რაღაც ფიქრი ჩემპიონატებია და საფრანგეთის მივოდიკი და საფრანგეთის ნაკრებს მაშინ 2018-ზე უკვე გადავიდეთ შეგვიძლია რა მეტირის თქმა შეგვიძლია 2014-ზე თორმეტი ჩამოვიდა ეს პორტენდს ხო მეტი ანუ მე-14 შეიძლება ის თქვა რომ მეკარეებს ნოიერი როგორც ეს რაღაც ვიტყვით იმიტომ რომ მაგ დროს 23-ში ჩემპიონატი გამოიგო 14-ში სოფლიო მოიგო და იყო რეალური საფარი ოქროს ბურთი მოიგო და სამეულში გამიგო 14-ში კი და ტურნირს ალბათ მომერტეს ყველაზე ახლოს იყო ალბათ მეკარეებს შორის მოიგო იმიტომ რომ მართლა იმხელა რევოლუცია მოახდინა საფეხბურთში ეგ იყო ერთ-ერთი იყო ბოლო რევოლუციონერი ალბათ ფეხბურთში და შეცვალა თამაშს გვარდიოლამ შეცვალა ფეხბურთის სტილი ეგეთი მეკარეების სტილი ამ და საფეხბურთი ეს ნოლა კერა მეკარეები გამოდიოდა და ვარდი ვარდნები და ეფსაკი მაგის შემდეგ რომ მოთხოვნა გახდა რომ ყველა მეკარეს თამაშში ყველა მოთხოვნა აუცილებელი მოთხოვნა ყველა მეკარესთვის ეგ თორე სუსტი მეკარე ითქვა თუ არის ფეხი აი ერთ მომენტი არ გამოსთან გონი ალშეთთან გეთასთან რა ერთ-ერთი გამოდიოდა და რომ ჩაუპატყდა კი ბაზოს ცოტა რომ გამოვიდა ზედა რომ კი ძალიან მაგარი მომენტი აი მაგის გამო მოხდა ეხლა სანდად გავაცხოვთემო რა აი მაქსოფლიო ჩემპიონატზე და ბავშვობაში მაშინ რომ მიგოი ხომ კარებში დგებოდი მაგის გამო წინვეტალო სინგაპურსული ყავი მაგის მომენტი ნოიერი რა და ძალიან დასამოწმებელი იყო ჩემთვის ბავშვისთვის აი ეს სოფლიო ჩემპიონატი იკონური იყო თავისი ყველა მომენტი და რათა მოსაფრანგეთ ნაკრები ახლა წაგან და ფავორიტ ბაზზე წავიდა საუბარი როგორ გერმანდარი იყო მაგათი დრო 2019-ში იყო მაგათი დრო 2019-ის სოფლიო ჩემპიონატის დავიწყოთ უკვე საუბარი რა ჩატარდა მუშეთში მასაც პრობლემა საფეხბურთო დაყანა არ ყოფილა ეს საინტერესო ის არის აი 2018-ის სოფლიო იმით რომ მაგალითად 22-ის რომ ორ ქვეყანაში და სადაც არის საფეხბურთო დაყანა ძალიან დიდი κρიტიკა მოყვა მაგას ორივესე არ და რეალურად ეს გათამაშება ხდება ხოლმე რამდენიმე წლით ადრე რომ აი საჭიროა დადებო სოფლიო წინასწარ 8 წლით ადრე იციან და 2010-ში ამოვიდა რუსეთი და მაშინვე იყო დიდი ისა პრობლემა რომ ამ ქვეყანაში უნდა არდება ერთი მარტო ის კი არა საფეხბურთო ქვეყანა ზოგადად
ქვეყანა სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ და ასე შემდეგ და მაგაზე იყო ძალიან დიდი ისა, მაგრამ ხო FIFA როგორი ორგანიზაცია, ფეხბურთი ყველაფერი. მაინც ის ბოლომდე იაწება თავი, რაც არ უნდა ის სკანდალო. ხო და სიმართლე გითხრა, მიუხედავად ამისა, მაინც ორგანიზაციულად კარგი იყო. მზად იყო ის სტადიონებიც ქონდათ კარგი, მაგრამ ისეთ დასამახსოვრებელი არ იყო 14 სიმღერით არ იყო. სიმღერით არ იყო. არც რაღაც არ იყო. სანახავი ეს არჩევა ბრაზილია შეიძლება. ვერ შეიძლება ბრაზილია. შეფერბალე ხო, ეგ არ შეულა. 18 მე შემიძლია ის თქვა დეტალურად უფრო რა. მაქვს ოპლიუზე დავიწყო ასაც ხო გადავეკიდე ფეხბურთი ძალიან დეტალურად უყურებდი და ვიყავი გერმანისტიან ვიყავი სამწუხაროდ დიდი მონოდინი ხან ვიყიდე ტურნირის დაწყებამდე ეს მაიკა და ეს კი გეთანე მე თუ გერმანიისგან ვიქნები მსოფლიო მოიგეს წინაზე და ეხა всё რა. აი რომელი მატჩი იყო ფუტბოლისტის? ხო რა, შენთვის აი კაი ორთანაკული არ ვიქნება მე იყო ჩემთვის კოსტარიკა ურუგვაი. ეგ 2014. ხო, ჩემთვის ექსპაიენცი ესპანეთი ეგეც არ ვიყო. და შენთვის მოდი 2014 წელს სამახსოვრებელი. ხო, აი ბარი მიკრაცილად ემინა. და 2013 წელს მე ბარი თუ რომელი იყო 2013 წელს დაიწყო შე. 14 და სამახსოვრებელი ის შეიძლება იყოს მაგს ახლა მახსენდება ძალიან დეტალურად, მაგრამ აკონას ბანალს ვიტყვი ალბათ 7-1-იან. ეგ არის ყველაზე დასამახსოვრებელი ესეთი ხო. მომენტი და ეგ არის რომელიც აი იხანა 14 წელს სოფლიო და 7-1, ანუ ასოცირებულია. ერთად თამაშს მოიხსენეთ ახლა. აი 2013-ში? ხო რა, ეგეთ ასოციაცია ერთი მომენტი, აი 14-ში ახსენეთ. მე მახსენებია. მე საპროექტი არის. 4-3. მე როგორც ბრაზილიის ფანს ბელგია ბრაზილია და ძალიან მაგარი თამაში და ბოლოს ვაჟე ვიტირე მართლა. ორი ნახე კურტლან დაიგეჯა თავი. ცოტა ისყიდა, ნახე დავიწყოთ ჯერიმის როგორც 14-მდე დავიწყე. იმერი გასულები დავიწყოთ მოდიჯე. მაგრამ თავი ის გასულება ალბათ იყო გერმანია მაინც. მაგრამ გასაკვირი არ იყო, იმიტომ რომ ტრადიცია იყო ეგეთი მსოფლიოებზე, რომ წინა მსოფლიოს ჩემპიონი შეებოდა ის ჯგუფში ყოველთვის ეგ იყო, არა, ბოლო სამსოფლიოს ეგ იყო. და ესპანეთი ჩარჩა 14-ში, 10-ში ჩარჩა იტალია, 6-ში ჩარჩა მეგობრებო ბრაზილია ჩარჩა, მაგრამ ასე თუ ის არ იყო ესე გასაკვირი, მაგრამ სახელის გამო ეს სახელი ხო გერმანია, აი ნაკრები არის, საფეხბურთო ქვეყანა არის და ძალიან გასაკვირია მაინც ესეთი გუნდი იმარა როშია და თამაშის მხრივ ისე კარგი არისო და როგორც 14-ში გერმანია, მაგრამ არ უნდა ჩარჩენილიყო მაინც. ერთი მომენტი რო იყო საინტერესო კროსმანო გავატანა შვედის ჯარი. ეგ იყო მომენტი როცა ჯარი მარი ხო ჯარი მარი გაათავისი გააკიფო და ან ეგეთი მომენტი იყო იმედი მიეცა გერმანიის გულშემატკივრებს, მაგრამ მაინც ჩარჩენი ჩატოვა მე კორეამ ჩატოვა და სხვა რეალურად სხვა დიდი ქვეყანა არ ჩარჩენილა იმაში ჯგუფში 18-ში აგრე არა სხვა ერთი ქვეყანა რომელიც წლების შემდეგ ახლა რო გადავხედოთ იმედი გაცვლება შეიძლება მიეჩნიო და ეს არის ბელგიის ნაკრები იმის გათვალისწინებით რომ რა თაობა წავდათ და რამხელა მოლოდინებიც გქონათ მაგ ქვეყნისგან, მაგ ნაკრებისგან და იქ მაინც ვერ მიაღწიეს, რომ რეალურად ისეთი ჩემპიონობის პოტენციალი ქონათ. აზარი, მაგრამ 18-ში აზარი პრაიმში აბსოლუტურში, იმიტომ რომ ოქროს ბურთის იმაში შევიდა ნომინაციებში. რეალში გადავიდა. ანუ ის მიშანა სოფლიოში 3 ურში, საუკეთესო ფეხბურთელი 3 ურში. დებრუინი სასწაული იყო. ხო, მაგრამ შევდა მონსტრს. ანუ მაგხეთ ჩემთვის ხა იმედ გასვება არა იმით თავის თავს გადაახდენ და შენ ბრაზილია გამოვადეს უმაგრესი ბრაზილია იყო თან ნეიმარი კლაინში გავდინია ძალიან მაგარი აზერბაიჯანი ყველაფერი დამაგარი მაგრამ შევთენ გუნდს მომავალ საბოლოო გოიგო კიდევა სოფლიო ჩემპიონი მაგრამ ჩემთვის თავი იმედ გასვება იყო ესპანეთი რა ხო ესპანეთი იმიტომ რომ თუ თქვა 14-ში ცოტა შესაძლებელი იყო 18-ში ამ სახელები ძალიან ნორმალური გუნდი იყო სერხიო რამოსი დეხელი დეხე ამ სახელები ძალიან მაგარი გუნდი იყო, მაგრამ შეხვდნენ რუსეთს და გამოვარდა პენალტში. ზოგადად ხო ეს პრობლემა იყო. ეგ ესპანეთის ფედერაციამ დამსვირა როზე აკეთა, რომ ლოპედეგი რო წავიდა. სოფლიო დაწესებამდე მოვიდა იერო, რომელიც ბავშვი არ იყო. არ ქონდა გამოცდილება ნაკრებთან და მე თავი ფაქტორი. ეგ ბავშვი მე აბრალებენ მოყავს რეალს, იმიტომ რომ რეალმა მოპარა მან გადავიდა და ხო შეიძლება რომ ამ შეთანხმებოდნენ კონტრაქტი და არ ერთმანეთს არ ყოფილი პროსტა დაუთხარებული იყო ტურნირი და მე გადასულიყო. ამან ესე ძალიან სვადობა იქცა რომ ადაწყებულა ტურნირი და აი აცხადა რეალში გადავდივარ და всё მივიდივარ ნაკრებთან. ძალიან თან მაგის მიზანზე ძალიან ორი კვირტად შეცვალ თქვენებო. ძალიან ცუდი რაღაც გააკეთე ლოპეტეგი მაგის აი ეს დაიჭაჭა მაგის გამოს რეალში რაც მოვიდა. ხო და ესპანეთი ძალიან ესპანეთის პორტუგალიის ძალიან დასამახსოვრებელი. აი ყველაფერი ხო 3-3 ყველაზე მოძან. მაგრამ ეხლა ეს ნორმისება.
3-3 და 4-3 ეს საფრანგეთი არგენტინა ყველაზე უხგოლიანი ისინი იყო. ფინალი ყველაზე უხგოლიანი ალბათ. თუ არ ჩათვალეთ 22 მოვაკე. 6 გოლიანი ფინალი იყო. მან ისეთი ნაკრები იყო, საფრანგეთი იყო ისეთი ფავორიტი. რომ ვერავის ვერ იტყუდი რომ ეგეთი ფავორიტი. ან ძალიან ამბოლი. მაგრამ ბეშმორდა ითამბები ხა. მაგრამ ვინ ხო მაინც ან ვისაც რო აი ეს რო იქნება საფრანგეთი გამოვიდა ფავორიტია. ბაბერას აი ბაბა იყო სასწაულში. ტურები დაწყებამდე ხო? ხო, თუნდაც და ფინალის მიმდინარეობისას და მე ვერ ეჩერებ. ხო, ზოგადად ფავორიტი ყოველთვის არის ხოლმე რამდენიმე ნაკრები. სულ არის პირველზე ხოლმე ბრაზილია. ბრაზილია ჩემთვის სოფალ ბერჩამიც ეგრე იყო რეალურად, მაგრამ 14-თან შედარებაც არ ქონდა. ისე მაგარი ნაკრები და და ისეც უნდა წააგეს, რომ ძალიან დამწონდეს მაგაცე გული და მე ფინალი. მაგერაკებს არ უნდა წაეგო ესე არის ეგრეა. უფრო მე მაგის შეეძლო. მაგრამ გულთმამბადო კარიერის თამაში. კარიერის თამაში და თვითონაც არაფერი არ დააკრეს, რომ ბელგიას დაამაგრებდა თამაში. 18 წლის ნეიმარი იყო რეალურად ის ნეიმარი, როცა გადავიდა სამ PSG-ში გადავიდა. ხალხს მაგ წელს გადავიდა მაგ საფრანგეთში. და მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეს ტრაუმებით მაგრამ გადასული იყო. დადასული იმაში გადავიდა ეს წელი გადახო, მაგრამ ესეთ ტრაუმებით ტანჯული არ იყო ჯერ ნეიმარი, როგორც შემდეგ ახლა. ისეთან ეგ ის არის ხო რა, შუti დრიბლინგი მქონდა საშუალო თამაში, რაღაც სასწაული ეს იყო რა. სასწაული ეფექტურობა ქონდა ნეიმარს რა. მარგი ფენდების კოეფიციენტი. უეჭერესან ხო, მართლა. როგასულმა ნახე ფინალში ნაკრები. ალბათ შეიძლება საუკეთესო მომენტი დაეცეს ხო, მაგრამ გახდნენ გრიზმანი და ის დამსახურებულად, იმიტომ რომ ყველაზე გუნდურ 4+3 ქონდა ჭრალას ხო, გოლ პლუს ასისტი. ძალიან და იგი გრიზმანი მართლაც არის. მოდი მაგრამ ძალიან ხაოსად დავიწყოთ ლაპარაკი. თუ და სტრუქტურულად რომ მივყვეთ, ან იმენ გაცხოვებოდა თქვით, ანუ რეალურად ბრაზილია იყო პოტენციალის გამო, ქონდა ჩემპიონის პოტენციალი ქონდა ჩემი აზრით, ბრაზილიას მაგ წელს და ბელგიას ჩემთვის ჩემპიონატი მე გაცხოვება იყო. ბელგია ზოგადად ოქროსაულო მაგ იყო მაგათი პიკი, ანუ ესე გამოდგა რომ მაშინდელი ბელგიის პიკი იყო მესამე ადგილი. იგი მეტი არ იყო. ჩემპიონატში ჩემთვის იყო პორტუგალიაც რა. კი, ისეთი მაგარი ვერ იყო თქვა როგორც 20-ში, თუმცა ახლა 20-ში ჯობდა. ევროპის ჩემპიონი გუნდი იყო. ხო, მაგიტო იყო. და ურუგვაი მოუგოთოში. და მე ჯგუფში ჩაშდი. გავიდე და მე გამოვარდნე ეგრევე. ხო. უღონი გამოვარდნე? არ მახსოვს მე ნადანს, მაგრამ ძალიან სწორი გამოვარდნე იქ. და სხვა შორის პორტუგალია მაგწელს რონალდო იყო პრაიმში. პრაიმში არა. თამაში ხა ჰეტრიკი აუტანა ესპანეთში, რა ვიცი. ჩემი აზრით აუტანა. შენ რა? იქ სადაო თემა როდის იყო რონალდოს პრაიმი. არა, ერთ-ერთი იყო მაგ. არ ფორმაში. ეგ იყო რონალდოს ბოლო პრაიმი, ისე თქვა. ხო, 18 იყო ბოლო პიკი მაგის. რა ბევრი პიკი ქონდა, ეგ იყო ბოლო მაგის. ლიგა მოგებული? ხო. ხორვატიის ნაკრები უნდა. ხორვატია ეგ არის ცალკე ბლოკი, ეგ არის ნუ თავარი ხო რა, აი მაშინ თავარი ალბათ აღმოჩენა ამ სოფლიო ჩემპიონატზე ეგ იყო რა. ხორვატიის ნაკრები რომელმაც თან ის გამოარჩევს სხვა ანდერდოგებისგან რომ შეინარჩუნეს შემდეგ ტურნირებიც იგივე ის 22-ში გავიდა ნახევარ ფინალში. რაც არ ხდება ხოლმე, ერთხელ ერთ ტურნირზე გავუვარდებოდ ხოლმე აგრე ამ მომენტებში, რომ მე ვეღარ ნაჩვენე, მაგრამ ხორვატია აღამოჩნდეს პატარა ქვეყანა. საქართველოს რაოდენობის ხალხი რო ყავს. მოსახლეობა რომ ყველა გავაცა, სამპენალტების სერია მოიგო, მოუგო. დანიას მოუგო. ინგლისი გამოაგონა. დანიას მოუგო, ეგ მე ვსმენთ. ინგლისი გამოდნა ხორკი. ეგ ხომ არის პენალტების სერია შემოვიდა. არა, ეგ ჯერჯერობით მოუგო. ხო და მეოთხე დღეში კიდე გამოუგო. დამატებითი. ნუ მენს ახლა ნახე როგორ რაღაცა იყო ეს ან სამი პენალტი იყო რაღაც სტატისტიკა რომ ყველაზე მეტი ითამაშა ერთი მატჩი ხორვატია 120 თამაში 3 ხო ანუ რეალურად ყველაზე დაღლა ნაკრები იყო ეგ იყო მაგის აი ნახე ხორვატია მოუგო დანიას პენალტებით რუსეთის პენალტებით და ინგლისის ინგლისის დამატებითი დროში მოუგო ანუ რეალურად თამაშის ასოციაცია ანუ 6 საათი თამაშის წარმოიდგინე რამდენად გადაღლილი იყო ეს გუნდი ხორვატია იყო ყველაზე აღმოჩენა იმიტომ რომ ყველაზე მშრომელი გუნდი იყო 3-6 საათი თამაშის ჯამში იმაში სამფინალამდე მივიდნენ და ყავდა სასწაული შემოადგენლობა რეალურად აი დაცვაც მაგარი ყავდა დემაგოგი და ლოვრენა ხო არის მაგარი ხო არის თუ ვან მინა მოდრიჩი ვერი თქვი კი მაგრამ მოდრიჩი რა მაგარი გუნდი იგი მაგრამ მოდრიჩი რა მოგეხოს მაგერებიდან მაგრამ მაგარი თამაშია მაგრამ სხვა მისე მანჯუკიჩი ხო თემოდა მანჯუკიჩი ვერ მოგეხო
ერიში ანუ მოგებმა რაკეტი ანუ ყველა არ იყო ერთი ფეხბურთელი რომ ნუ ეს იყო ისეთი გუნდი რომ ერთიც რო გამოგეკლა აი ხომ იგივე გუნდა ერთი შექმნილი გუნდი იყო და მარტო სისტემა იყო მარტო იმიტომ მოიგეს რომ მაგარი გუნდი იყო ერთი მას დამოკიდებული არ იყო ნახევარდაცვას ასწავლე ბროზოვიჩი რაკეტიჩი მოდრიჩი შეტევა ზამაგარი პერიშიჩი მანჯუკიჩი კრამარიჩი კრამაში დაცვა ზამაგარი არა სუბოტიჩი ეხო მაგარი მომენტი იყო ფეხი რო ის ქნა რაღაც ტრაუმი მოხდა და მაინც რო პენალტი იმას აქვია რუსეთს რო პენალტი ამიტომ გაიგონში ვერან ტიპა ტრაუმი იყო გააგრძელა თამაში გადაწყვეტი პენალტი ეგ იყო ალბათ განსახიერება ყველაზე აი მეომარი გუნდისა ხორვატიისა თან განსაკუთრებით ხელმოდელი გადმოსახედია გამოხდა რა რომ 18-ის შედეგი რაღაც ერთი არის შემთხვევით ამეთ სისტემური სვლა პროგრესი და დღემდეს დღემდე ორი სეზონში სწორედ იმას ვარდელია ან მაგარი რეალურად მაგნაგებია უნდა მისცეს იმედის სხვა პატარა ქვეყნებს რომ აი შესაძლებელია არ არის აუცილებელი ერთხელ გაგივარდეს ანაბათ შეიძლება ძლიერი გუნდი იყო ატარა მაგრამ იყო ძლიერი მაგრამ სერიოზული გუნდი იყო რეალურად სერიოზული ძალა იყო სოფლიო ფეხბურთში მაგრამ აი სხვა მაგრამ ვინ შეიძლება აი ხორვატიის ასამასო 22-ში სხვა გუნდი იყო ეგ აფრიკული გუნდი არა გოლებზე რო თქო გოლები მაგარი გოლი პავარის გოლი და სახელმწიფო თურქეთს სამკეთო თქვენ შომელი საუკეთესო მატჩი რომელი უთქვას საუკეთესო მატჩი ხო სანახაობია საბრანგეთთან იყო ჩემს სანახაობია და პორტუგალიას მანეთ იყო ჩემთვის ისე საინტერესო საპრობლემი იყო კი გადაწყვეტი არ იყო არაფერი მაგრამ ყველაზე მაგარი საუბრია ბრაზილია გოლია თავის დრამატული იყო და მეორე არგენტინა საფრანგეთი კი აბსოლუტურად თან არგენტინა შანსი ჰქონდა კი რომ გაითანაბრებინა ბოლო წუთზე ხო შანსი რომ ეგ რო გაითანა შეიძლება ბაპე მე აბა ბაპე გაცხიდა გეუბნები ბაბუცა ამაგარი იყო ის შეიძლება აი გული მაგის 7 წელი გავიდა კი მაგ 19-ის კი მომენტის 19-ის ბაბულის ხო 18-ის სოფლიოზე კი 18-ის ბაპე რო გაითანა სოფლიოზე ისე თან მაგ სოფლიოზე მგონი რას აკეთებს განსაკუთრებით რომ ბელგიამ თავისი ეს მაქსიმუმი რაც იყო მაგით ამაზუარა და ეს სოფლიოს თაობა მაგის თითქმის ცოტა და ბელგია იაპონია თუ გასწორ ბელგია იაპონია სამოგერთამაში თავიდან სამთო ხო ორი თნოსა გებდნენ და სამთო შემოუტევა ბოლოს გაიძინეს სასწაულთან აი ეს ეგ ამჩეს თამა ნეიმარზე რა რომ ძალიან ერთად ხონდა მაგრამ მაქსიმუმ ჯიბლიგები ედენაზას ხონდა ედენაზე სოფლიო ეგორი და ბელგია საფრანგეთის მსახიობ მან ედენაზა მარეიბზაკი რა აი მართ ვაფროდა მანი საერთოდ არა საერთოდ და გაიტანა სამუელოდი ვინ ფიქრობ რომ უზიტი გაიტანა ახევარდაში გადამწყვეტ გოლს და გაიყვანა გოლს ფინალში ფუქო და მაქსი ხა ბელგია ჩემს არ არის იმედ გასწრება რა იმედ ბრაზილია გამოაცხადეთ ერთ-ერთ ფავორიტი იყო და მე ბოლოს ეხლა საფრანგეთმა ნუ სამაგრო საფრანგეთი ხა მარტო მარტო ბაბე არის მაგრამ საფრანგეთი მოდი ფინალზე რო ვიყავართ საფრანგეთი ზოგადად მაგ საფრანგეთის ნაკრებზე რო ვილაპარაკოთ ეგ იყო ალბათ იდეალურად აკომპლექტებული გუნდი და სანამ სოფლი დაიწყებოდა მაგაზე ისე სიდებოდა რომ 11-ეული ხო ქონდა და მეორე 11-ეული და ზამენა იყო ცალკე გუნდი მოტესა ქვეყნებში საუკეთესო გუნდი იყო და ზამენაზე ვიწყავდა 11-ეული და რამდენი აწა იყვანა კიდე მაგრები და შემოგიულიყო რომ გაიხსნა კურტუა, დაცვა, ვარანი, უდიტი, პავარი და ერნანდესი. ახალგაზრდობაში მატუიდი, პოგბა, კანტე, ეგ და ნახევარ რაიმში პონტ რა. კი, ხო. ჟიუ, გრიზმანი. ჟიუ კიდე ხაიფრენჩაი. გრიზმანი, კანტე არის, კანტე. ყველა პიგში იყო. პოგბა იყო, ეგ გაფწერა ბოლო გაფწერა პოგბა. სიმღერა როგორი ხო? აი ეს საუბრობ ძალიან და ძებსოფლის სონს მიხშევ. წერან რომ ლაპარაკობ პოგბაზე. ან არის მომენტი რომ პოგბაზე რომ ხო არის უკრიტიკა პოგბაზე, აი სუთმებს იღება და არ ფიქრობ ფეხბურთზე რაღაც და ერთი ტურნირი იყო, როცა თუ არ შევლება, ვაფშე არ ვფიქრე მაგაზე. მოიგო ისე თავრადებულად თამაშობდა, ვაფშე არ ფიქრობ მაგ ყველაფერზე, რომ ეგ იყო ბოლო გავწმინდა პოგბაზე და მაგ ტურნირზე აჩვენა რა მაგარი შეუძლია იყოს, აი მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი შეუძლია იყოს რა რეალურად სოფლიოსი, მაგრამ ხა რაც მოვიდა ის თავისავდა აი საფრანგეთი ამოიღებს 13-ში და მოხიტო მაგ-დრეს მეოთხეს პირველს არგენტინას და საფრანგეთი არგენტინა გამოვიდა 2020-ში. იგივე სცენარი არა, მაგრამ
საფრანგეთში განახლებულ სახეებით უკვე რაღაც გვირთვი იყო შენარჩუნებული, მაგრამ დაიმდა ნეგოციაციები და გავიდა ფინალში. ეგზეთ ორიგინალი გადის რა. ორიგინალი გადის და გადავიდა. გადავიდა. მოდი სანამ მაგალითად არაბეთზე თქვათ ახლა. კატარზე მიტყვიერს რა, რომ ეს სოფლიო კიდე იმით რომ გამოჩეული პირველად ჩატარდა არაბეთის ტერიტორიაზე რა. ზამთარში. აი ეს სოფლიო ჩემპიონატი. უნდა მოსაბეჭო იყოს სოფლიო ჩემპიონატი. სუპერ აბსოლუტურად მაგიტება ჩემსა და ნაკლებად სამახსოვრებელი, იმიტომ რომ ანუ კი ვადაურებ თვალყურს, მაგრამ რაღაცა ის თარში რო რაღაც გაკეთე. ძალიან მოშორებით თან ბევრი ფანი აკრიტიკებდა რომ ბილეთებს ვერ შეუგდნენ რაღაც ძალიან ძვირი იღებდნენ, იმიტომ რომ ძალიან იყო ყველა ევროპელი გუნდის ისენი ახლა ძალიან ხალხაზე გადაფრინია. რა იქ თქო, მოხვედრა იყო ძალიან რთული და თუნდაც არგენტინიდან მომი რომ მე სიუჟეტები დაიდო რომ ბევრ მარკეტინგ მასობმა სახლი გაკიდო. რაღაცა ჩაფენელი გზა იყო შემატებული და ზოგადად ძალიან სკანდალური სოფლიო იყო რა, მრავალ რა. მე ამას მოგწონდა ის ვარ, ხო ეს ვიდეო რო არის, ფულს ვაგრიანი. კი, იქ რო ხრის. რა დაწესდა რომ გაილიყო რომ კატარში დავდებოდი და ეგრევე რომ აი მოისყიდეს და აი ცია და რა თქმა უნდა, რაც მეც შესაძლებელი არც არის რა იმიტომე ხაფო. არა არის საფეხბურთო და ვერც ფულა ვერ აცოდეს რა და კიბერსაჯი სტადიონი რო აქვს და სპეციალურად წაგებიოთ მაგ სოფლიოს აღშენეს სტადიონი და რაღაცები რა. და ბევრი ადამიანი შეეწირა მაგალითად იმითაც მაგალითად ის სტანდარტი რომ ადამიანებს შეხედები ხომ არიცავენ მაგრამ არ შეხედებს დაიცავენ ახლა შეთი თეოკრატიული ქვეყანა არის ხა ბავშვი ხება კიდეს ყველაფერი მაგრამ მან გამოჩნდა FIFA-ს ისე რომ ანუ რეალურად გეგმა აქვს ანუ ახლა გამოჩნდა არაბეთის ჩემპიონატი რო განვითარდა ამდენი ისო ჩავიდა ეს დაგეგმილი რომ პოპულარიზაცია მოეპოვებინათ არაბეთის არაბული სამყაროსთვის ყატარის ავოს არაბეთი ყატარში ჩატარდა სოფლიო და მაგისენე ჩავიდა ფული ჩემპიონატში ადგილობრივ ჩემპიონატში ჩავიდა ყველა ევროპელი ვარსკვლავი და ეგ დაგეგმილი იყო რეალურად რომ ისა რაღაცა პარტია ხო ახალი ბაზარი ხელოვნურად შეხვდეს ახალი ბაზარი რეალურად სადაც არ მოყოფილიყო აი აცურია და ეს უნდა სამის ხო მაგრამ მიუხედავად ამისა რა ჩემპიონატით მაინც ძალიან ჩვენებად გამოვიდნენ ამ ზონაში აი თან უგოლიანი მიწეს სანახაობა აი ხვის თავის გამოვიდა ფინალით ყველაფერი ძალიან იმიტომ რომ აი სტადიონი ვერკოთ ააშენეს თან ძალიან კარგი სტადიონი იყო ახლა ხო ვერ გიტყოდი რომ აი ეს მოუწესრიგებელი საფარია და რაღაცა ვერთან ტიბემა ამი ქალაქები ააშენეს სპეციალურად გუშინალში და საფასანენ დააჩა ყველაფერი და დაწაჩენები და ძალიან ნორმალური სოფლიო იყო ჩემი აზრით რა თან თავის დრამატულ კითხულობებს ძალიან მისიანები აი ეს ხოდა ტრილოგია საოცარი რა 2014-დან ზოუდის იგივე როგორ შეგამეხოთ აი ვინ იყო თქვენთვის აი იმედ გაცვლება თუ იყო ესეთი ჩაკისი პორტუგალია მოპარაკეთ და ეს ეგეც ძალიან სიმბოლურია პირველად ჩატარდა არაბეთში რა და თან პირველი სოფლიო როდესაც აბსოლუტურად უნდა მოხდა გავიდა ზუსტად მეოთხე ფინალში ხოცა იყო მეოთხე ფინალი იყო პორტუგალია გამოვიდეს და მოროკო არა პორტუგალია აი მაგ სოფლიოზე მართლა მე შემეცდა თქვა პორტუგალია გამდე რომ 18-ზე ეგეთ მაგარი არის ანუ როგორც მოზოლოში ისეთი შემადგენლობა ყავდა აი და ყველაფერი იზბრა წრელის ბრა ყველაფერი რეალურია ყველა მაგას აკრიტიკებდა რა შემადგენლობა ბერნარდო სილვა რუა ფერნანდეში კრისტიანო ლეაო უბედიას და აი ეგეთი მოდი გორნა გამოიყენე შემტევი ფეხბურთი არა შემსიაფო ეგ წეგან ფიქრობდი ხოლმე რომ ჯობში დაიწყე ძალიან აგერ თამაში შვეიცარიის მომღერს რაღაც ძალიან დიდი ამერს რაღაცა სტავიდანის გონსალო რამოს შემოგვიყვება სადაც ხოსა იგია მაგის და რონალდოს ხოლმე დაწეს რამოს მარიამ ის ხოდა ძალიან ესეთი რაღაც ან როგორ უნდა გაფამო ეგეთი მაგარი თან ყოველი რომელიც ჩატარდა ზამთარში კი ეგეც ყოველი ისე მაგალითად აი ხოლმე ეგ არ ჩენელა არ უნდა იყოს საფუში სხვა ან რაღაც ტრადიცია არის ეგ ან სოფლიოს ტრადიცია დააბრუნოს მე საფუში დასვენება რო არიან ხალხი ის უნდა ამუშავოს ხალხი და თავისუფლად რო ხა მე არ ხომ თავისუფლად რო მაგიტო ვერ ყო ესე კარება ლექციებს უყურებთ ხოლმე ხო ლექციაზე უყურებთ აგეთი და არაბიც უყურეთ ლექციაზე ბარსოს ზოგით ხომ არის ერთხელ բայց ერთად ხო ეგ ძალიან ცუდი რაღაცა იმიტომ რომ აი ზაფხულთან ასოცირდება სოფლიო ჩემპიონატი და აი არაფერს საქმიანი და თავისუფალი ხარ და უყურებ სიამოვნებას იღებ პარტი და ლექციაზე ხონიში და უნა არგენტინის მოგიბოდა წააგეს ოჩურს ეგ თამაში არგენტინა არაბეთი იყო ეგ თამაში წააგეს ისე მე ზოგადად საქმეები რომ არაბეთთან ხდება მოსაწრებას რომ ასეთ ქვეყნებში არ უნდა ჩაიდარებინათ სოფლიო იმიტომ რომ მე მაინც ფიქრობ ფეხბურთი არის ყველაზე და თქოს ახლა ყადა რაღაც მოუხდა რა იმიტომ იქაურ კულტურასთან რაღაც სინთეზი და მოხდა მეშის ხო ძალიან ისეთ სანახაობო ან ხო თქოს მაგითო რა რაღაც ახალი რო იყო
თუნდაც მაგითაც ყველას პრიმუსია და დადებითად რეალურად ხო ჩვენ ხა შეგვიძლია გავაკეთოთ მაგრამ ვერ გამოვან იმიტომ რომ მაგათ უნდა ბაზრის გაფართოვება FIFA-ს ზოგადად ფეხბურთი გლობალური სპორტი არის არ არის მარტო სამხრეთ ამერიკის და ევროპის სპორტი და ეგრეთო არ შევხედოთ და ნუ ჩაერთი ხოლმე რა ხარჯები ასე თავიდან მეტაბადია თავიდან იყო ეგეთი ლაპარაკი ამერიკაზე რომ იმაშობდე რა უნდა ამერიკა არის საფეხბურთო ქვეყანა ატყარდებაო 90 ქვეყანა და ადრე და მაგრამ რეალურად ის შეიძლება ესეთი მაგარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის როგორც ევროპაში არის ქვეყნები მაგრამ ამერიკაში და კულტურა წამოიწევს და შეიძლება ეს ერთი 20 წელი როგავა სრულიად სიახლე უნდა იყოს ფეხბურთიც უნდა იყოს სიახლე რაც ამ ძალიან ტრადიციული სპორტია ფეხბურთი არ უყვარს ხალხს სრულიად მაგრამ მაინც ხანახას საჭირო მაგრამ მაინც ცოტა ორგანულად უნდა მოხდეს მაგრამ შეიძლება ხელი წაკარას ცოტა ახლა გამოჩნდება რეალურად წლები რო გავა გამოჩნდება ეს ბუნებრივი ცვლილება იყო თუ არა ეს თუ გამოჩნდება ხა არაბული ქვეყნები კაი ნაკრებებით კაი ახალგაზრდებით მაგით გამოჩნდება რეალურად ფული ხა მასა რუსეთშიც იყო ფული და მაგალითად არ და სოფლიო მან და თავის დროზე რუსეთშიც იყო მილიარდერები რომ ფულს აძლევდნენ ეტო რო გაიყვანა კარლოს მაგრამ ვერაფერი ხო და ეგ განსხვავებაა რა ზოგადად საფეხბურთი ქვეყანაში თუ გინდა გამიმითანეს ახი ფული კაია რო ჩადო მაგრამ ახალგაზრდები თუ არ გაიზარდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები ისე ვერ გამითანდება ის ლეგიონერები ევროპელი დაბერდება წევა და დარჩება ქვეყანა ისე რა როგორც იყო მაგრამ ბირთვი თუ არ განამეთანებს მაგალითად ესეო დააგვირდა ხარ თუ უყურებთ ხარ ჩვენ უყურებთ მაგრამ თუ გინდა ხო საერთოდ ლიგის თამაშები რა ყოფილა რომ რონალდო მიგურები ამასაც თამაშობს რა კი თავი რაც ეს ხაიბი შეიძლება რა აი რონალდო მოვიდა რა ნიკ ნეიმარი შემოვიდა ვეღარ ხალხს მე მომბეცეს და ხანში რა და სტადიონი ნახევრადაც კი ვერ იცებრ თამაშებზე რა ეს ხაიბი გონიო და მორჩება თუ რამენაირად კიდე ფექს ვერ აუწყობენ რა როგორც ჩინეთი ჩაიფასე თავის ზოგადად და იმ დღეს ვნახულობდით სხვათა შორის ვიყავით და ვნახულობდით არაბულ გუნდებს რამდენი ევროპელი გახსოვს ევროპელი ფეხბურთელი და თითქმის ყველა არაბულ კლუბში უკვე არის თითო მაინც ისეთი ფეხბურთელი რომელსაც ევროპაში თამაშობს უისე პუშკინ ალ-ჰილალ და დამოვიდა მანჩესტერ სიტი ოი ხო ალ-ჰილალ და გამოვიდა ეს უნდა მოვიდა ეგეც ისაა ანუ გენდა ხა ალ-ჰილალის შემოგიულო ხალი მეორე მე თქო და გასწრა ალ-ჰილალი ხო და ეგ არის რა თავის რომ ნახო ევროპა ფეხბურთის იგი მიდის და უკვე დაიწყო წლების შემდეგ გამოჩნდება ამდენად შემეცნებოდა თუ კანდიდატში გამოჩნდება მე თუ გამოჩნდება არაბი ახალგაზრდა ფეხბურთელები პერსპექტივები ზოგადად მაგრამ არაბი ნახე ახლა სოფლის დაუბრუნდით 22 სოფლის კი აფრიკული გუნდი მაგრამ არაბული გუნდი რეალურად მუსლიმური გუნდია და არაბებად ითვლებიან რეალურად ეგენი და მაგ მხრივ შეიძლება ჩათვალო რომ გაამართლა რაღაც მხრივ რომ მიამხელა მიღწევა გაქონათ რომ ეგეც ისო მესამე ადგილისთვის იბრძოლეს ხო და პორტუგალი გავა სასწავლი იყო ესპანეთი გავა მაზრავი აშაფაკინის ჩემიცი ხო და კარში გუნდი და ნასრი იყო შედა ეგეც ილასე ხო და ეგეც ეგეთი გუნდა ჰაკიმი ცხოვრა ჰაკიმი აი მოდი ხა სოფლიომდე იფიქრებთ ხოლმე რომ არგენტინა იქნებოდა იქნებოდა თავით რომ არგენტინა ჩემპიონი მაგრამ რამდენად შეაფასებთ რომ აი მოგების შანსები ექნებოდა ხა გითხოვდეს გუბში წაიგე საუდის არაბეთო აი ნაციონალური თორე საუბარი რა არის ო არგენტინა არა დაიწყო ან მე მართლა ვიქნები რომ არგენტინა მოიგებდა ამ მსოფლიო ჩემპიონატს და ჯეროს ისე ეგეთი ნაკრები 2022-ში რა ვიცი მე პირადად ხოლე აი საფრანგეთის გულშემატკივარი ვარ მოგიყვებით საფრანგეთი მოიგებს მაგრამ კაი ფინალი იყო ამის ერთი რაღაცა არა 22 წელს რაც არგენტინის მოგება მე იმიტომ ვფიქრობდი რომ მე თუ ეს არის ეს ზედმეტად იდეალურია თქო ანუ ფილმებშიც არ ხდება ესეთი დაწერილი სცენა მართლა ეგეთი იდეალური ანუ მესის ბოლოს სოფლიო არის ბოლოში და 22-ში არის შეიძლებოდა რომ ხოთმეში წაგებული და ახლა შორს იძიებს და მოიგო და ფინალიც ეგორი იყო იმდენად ეს გეკონება FIFA-ში მოხდა ყველაფერია რა ანუ ფუტბოლ მენეჯერში ეგონებოდა მოხდა ისეთი იდეალური ტურნირი იყო მაგით საყარეთ გონი მომენტი როგორ მოახერხა აი გამორჩევს აი არაბის ჩატა და აი მაგის და გამახსოვდება რომ ყველაზე მაგარი ფინალი ალბათ სოფლიო ჩემპიონატების სანახაობრივ ყველაზე მაგარი შემართონ ბაპემ ჰეტრიკი შესაძლოა წააგო ბაპე მაგარი თამაშობს ძალიან მაგარი თამაში ვერ შეუწყო აი ეგრევე ეს არგენტინა ისე მიმიდა ფინალამდე ესე მოიგო აი ბოლომდე რომ აი დაჯერება არ აქვს მონდრო წინასწარ ლაპარაკი აი არგენტინა სოფლიო ჩემპიონი ხდება რა ანუ აი ყველა თამაში რო ფინალი მათთვის შეგვიძლია თუნდაც აი ნიდერლანდს აი ძალიან მაგარი თამაშია ანუ თითოეული თამაში რო ფინალი უნდა გაქვს
ეგეც იყო იმიტომ რომ იქ ვეიქფორსტმა შეიარდა გოლი მეთქი ვაიბედი გოლდებია ტრიანებს ამავე თამაში იყო ან ეგეც მოვიდი იმიტომ არისო რომ იმდენი ხანი არ ქონდა მოგებულა არგენტინა უკვე ვეღარცა 86-ში ხო მოგებულა 40 წელი გავიდა იმის შემდეგ რაც მოგებული ხომ და აი კი ანუ კი მედი ქონდა ხალხს მაგრამ აი დარწმუნებით ზოგადად ყველა სოფლის წინ რომ ახლა არც არ მაშინ რეიტინგები რა სულ არ ახლა რეიტინგში ერთი გოლი და ვერავს ვერ იგებს აი ფავორიტი არის, მაგრამ ფავორიტი ვერას ვერ ასწავლეს, იმიტომ რომ იმდენი ამბობ დაემთხეს რომ მოიგო სოფლიო. ეგ უფრო დაზეგილია ვიდრე არგენტინალის არის. კანცელები მოხდა მეგონა რომ აი მესი ან კი მესი კი ძალიან დაიწყო ვიცით, მაგრამ ყოველთვის იყო აი მარადონა იყო არგენტინელების თავარი, იმიტომ რომ სოფლიო მოედა და აი მესი თქვა გუნჩი ძალიან მაგარია, მაგრამ არგენტინაში ესეთი არ მივიღება რა. და არგენტინელებს გავიხოლისინათ რომ მაგ მესი დაგაიგდა წავიდა ყველი კანდარები ყველაფერი, მაგრამ დაბრუნდა და მოუგო ვინა სოფლიო ჩემპიონი. მაგის ძალიან სიმბოლური არის რა. ვერც თქო ჯოიგას ინანციაგას ვერც სომეთში. საფრანგეთი აგებს და მე საფრანგეთის რევანში აიღო 2022-ში. როგორ აიღო? 2-0 იგებდა. მე გამთანა კამბექები და აი ბოლოს მაინც ემი მარტინესი იყო მაქსიმუმ სოფლიოში იზრდებოდა. ემი მარტინესი იყო რა. ემი მარტინესმა ფსიქოლოგიური გეიმები მოასწრო ფინალში. იქ ბურჩი გადავებდო. იქ ცეკვარ რაღაც სასწავლებლო. არა ძალიან ჯოკერი просто ბენიას გაიგდა. აურია, მაგრამ მე უკვე აურია. დასამახსოვრებლო საერთოდ დასამახსოვრებლო იყო. იმ მომენტი იყო დასამახსოვრებლო. მაგრამ ისეთი რაღაცა სოფლიო ზოგადად რო ვილაპარაკობ სოფლიო ჩემპიონებზე მაინც ახლა როგორ მივარ ეს ფინალი ვერ იყო რომ ის არგენტინა მოიგეს იმიტომ რომ იმდენი რამე უნდა დაემთხეს ის ფინალის აღებული რამდენი არ უნდა დაემთხეს წარმოიდგინე რომ აი ზართული მაგიტო ეს კომუნის ასაუბრო ყველა ფეჯერია ნახე ახალგაზრდა შეხედნახე საუკეთესო ხა ჩავხედო ნახე ეს ტურნირი იყო სადაც სამივე წოდება საუკეთესო ფეხბურთელი ახალგაზრდა ფეხბურთელი მეკარე არგენტინა მიიღო მესი საუკეთესო ფეხბურთელი ენცო ფერნანდეს ახალგაზრდა და საუკეთესო მეკარე ემილიანო ეს არის სადაც წინა სოფლიოზე არ მოხდა ეგეთი რაღაცა საუკეთესო ახალგაზრდა სკოლა რომელი ენცო იყო ხოდა ეგეთი რაღაც არის წინა სოფლიოზე რომ სამივეზე ერთი მოყანა გახდა რა საუკეთესო სანახაობრივი ნაკრები 2020-ში ბრაზილია შეიძლება აი ბრაზილია იმიგრაციაში ბრაზილია მაგრამ ხორვატიასთან ორი არის ცეკოები თანი ამბები რიჩარდსონი და მე ხორვატია აი ხორვატია რო ხალხობია ხორვატია გამოაგდო თოდა დააჭკვი პენალტების გასაგრისი და ეგეც ძალიან ისეთი იყო რომ აი ცანცარმა დაგუყვამათ ბრაზილი ის ეკო და სუხეშვილები არის გამოდიან ყოველ გოლზე რაღაცა ცეკოა ვაიბინო ის დამოუწყდა ინგლისი როდეს გამოვიდა ინგლისი მეთო ფილმში საფრანგეთი მაგათ იმიგრაცია აქ თამაშს უყურებდი და აი გეუბნები მე რო უყურებდი აი მე ვთქვი გააცილეს თქო მე ვთქვი შეიძლება ადამიანს მართლა თქო აი ეს ვერ გაიტანს თქო მე სამართალო ხოდა ესეც ან ვერი თქო შეიძლება ფავორიტი შეიძლება არ იყო მაგრამ აი უცხოელი რო ჩავხედე შემადგენლობას იმით ეტაცხელი მაგათ სიტი შემადგენლობა ყავდა ისე მაგარი ხო აი იმით როდის მაგარი ნაკრები აი ამ ტურნირს განსაკუთრებით ის განსაკუთრებით ძლიერი ნაკრები ყავდა. თან მაგა დაიწყეს ოღონდ რა. აუ ხო განაძლიერეს ყველა გუნდი ვაფშე, მაგრამ დაიწყეს პოჩავხედო. ანუ მოგვიეთ ხა ყველაფერს მივხვდავთ, ჩემი მეცე ძალიან მაგარი მსოფლიო იყო. მე მაგავისი არ მომელა გიმითი რა. როგორც თქვი, არც ნახავენ ხოლმე აი ყატარში ერთგვარი ჩამოშალდა და შეიძლება ყველაფერს ესაუბრო. უცბად რო გადავხედოთ, ჩემი ეს თავარი იმედი გაცნობებს ინგლისს მათუშვილი იმიტომ რომ წინასწარ მაინც ახლა ნახავთანაში მეოთხეზე კი გავიდნენ მაგრამ მაინც ახლა მომოდიდი თუნდაც ახლა შემდეგში შეიძლება ფინალში გასულ რაღაცა და გერმანიას მან ხოჭოში თუ გერმანია ფრანგში ხო ოზავში ხო აი ეს ესპანეთთან ემთხვევა ხო ესპანეთთან ჩარჩა ხო ხო ის იაპონიასთან მაგრამ კაი გუნდი ყავდა ძალიან გერმანიის ოზავში მაგრამ ისეთი რაღაც დაემართა ეს ფაიდო ძალიან სიხროა ძალიან ჩარჩა მოდიო ნახე იმის საკითხს ოჩაფირო ფუძბად ნახე რა შემოიყვა აი პიკფორდი შეიძლება არ არის საუკეთესო სოფლიოში მაგრამ ძალიან კაი ვოკერი რაისი სტოუნსი მაგუარი გრილიში ჰენდერსონი კეინი სტელინგი რეშფორდი პიპი ერიკ დაირეკა საკა ტრენტი რაუნდი ფოდენი ბელინგემი ახალგაზრდების ყველა რეალურად ყავდათ ისეთი შემადგენლობა რომ მეოთხე ფინალში არ გამოვარდნილი ხომალას შეხვდა საფრანგეთს ახლა საფრანგეთში 22-ში მოდით 22-ში უფრო მაგარი ხო მე ჩემი შემადგენელი ისეთი სასწავლო
თავისთან აჯობებს მე მგონი. Просто ვერ მოიგო. მას პრობლემა საუბრობთ. მაშინ მაგაზია დავეთროთ. ჩულმენი არც არ ჩულმენი კომანდი და დევი. აი მოდი მაშინ ნუ შევაჯავოთ ხნენება. რო წავიდეთ, მოდი დავალაგოთ თუში სამი. ანუ პირველი აი ჩემს ხან მაინც 14 არის. მე 22, მე 18. ჩემთვისაც ეგრე იქნება. 2014 18 მეგვარს საფრანგეთი მოიგო, მაგრამ არის კოლექცია 50 და 22 და მეც ეგრე 14 იმიტომ რომ გასა ბავშვობიდან და თანახმადებელი იყო პირველი როლი. 22 იმიტომ იყო რომ სანახაური თამაშები იყო, მაგრამ 18-ში ხა ნახევარფინალი გარიყო სანახაური. ფინალი კი სანახაური იყო, მაგრამ ან პლეიოფის შეიძლება როგორც ყოფილიყო, როგორც 22-ში იყო და მეც ეგრე ვიტყვი რა. აი და ნახაბოლოთ, აბა ვისა მომდნები გავთ 2020-ის სოფლიოდან ამერიკაში. და მექსიკაში ხო? მე ჩამოვიდა და კანა. სამ ეს ფავორიტი ხავს მე. თუ ყოველ საფრანგეთის ფილმზე მე ფავორიტი არ ვარ. ძალიან თულია. საფრანგეთის. მაგრამ მე მაინც ვიგა რონალდოსთვის last 10 და პორტუგალიაში. ერთი ორი ვარიანტი და ერთი საფრანგეთი და მეორე რა საფრანგეთი. საფრანგეთი ვიდა კიდე. საფრანგეთი ერთი და მეორე მოდი ვიტყვი ბრაზილიას. არ ვიცი, ცოტა სოციალისტი. მოდი მე მაშინ ვიტყვი რაღაცას. იმიტომ არ არის, ეგეც არის რომ ევროპა მოიგებს, მაგრამ ესპანეთში იმიტომ რომ მე მგონია ეს არის კამბექი, ესპანური ფეხბურთის კამბექი არის ეს გუნდი. 2010-ის ესპანეთი ხო არის, გავიდა 10 წელი, 12 წელი გავიდა, რამდენი გავიდა? 15 გავიდა, რა 12. 15 ის მეგონი ისე თამა გაიზარდა, შეუძლია გაიმეორო. შეიძლება იგივე არა, მაგრამ სოფლიო მოდება შეუძლია. ისეთ კი ესა ექსპერტიზი გუნდი უმელია. თავი ჯანუბო ფეხბურთში ჩანსიდან მარტო ესპანეთში ნამალია იგი ბარსაში თამაშობს კარგად. კიდე ნიკო ვილიამსის ან ეგარი ახალგაზრდა ფეხბურთელები მაგათაც საუკეთესო. მაგათი პოტენციალი არის. საზღვარგარეთ. ეხალენცი ერთ-ერთი თუ რაღაც ძალიან ცუდად არ ჩახვალნენ. ალბათ ესპანეთი უიკებს ჩემი. ესპანეთი მე ხოთი ბრაზილია. ბრაზილია სულ ხოთი. აღარ ხოთი. საფრანგეთი. სულ ფავორიტებში ბრაზილია. სახელმწიფო სულ ფავორიტებში ბრაზილია. ტრენერის ბრაზილიას ძალიან გამალი ჩანსებია. ხან თქვენი ახალი მიზეზი. ანჩელო და ახალი. ანჩელო. გუთის ეხა რა ხონია. Actually Brazil, Brazil, Portugal, ესპანეთი 26-ში ნახოთ ვინ მოიგებს საფრანგეთი ხო ესპანეთი საფრანგეთი პორტუგალია ვინ მოიგებს ეს ხო ერთის მერე ნახოთ ეს ვიდეო თავის ხოთენი პირველი ეპიზოდი დასრულებული ამით მეგობრებო პირველი ეპიზოდი ეს ხო საკაიფო პოდკასტის პირველი ეპიზოდი თუ მოგეწონათ დალაიქეთ იქაიფეთ გამოიწვიოთ ჩვენი რეჯისტა და ჩვენ შემდეგი ეპიზოდით დაგიკვირდებით.